სოფლიო ბირთვული იარაღით განადგურების ზღვარზე დგას. ეს განცხადება ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა გააკეთა. ტულსი გაბარდმა ჰიროსიმაში ვიზიტის შემდეგ გაავრცელა ვიდეო მიმართვა, სადაც განმარტავს, რომ დღევანდელი ბირთვული იარაღის სიმძლავრით ასჯერ აღემატება იმ ატომურ ბომბს, რომელიც ჰიროსიმასა და ნაგასაკში 1945 წლის აგვისტოში გამოიყენეს. ვიდეო რგოლში გაბარდი გაფრთხილებას ავრცელებს, რომ პოლიტიკური ელიტა და მილიტარისტები ბირთვულ სახელმწიფოებს შორის დაძაბულობას ზრდიან. დღეს ერთ ბირთვულ ბომბს რამდენიმე წუთში შეუძლია მილიონობით ადამიანის მოკლა, მხოლოდ ერთი ასეთი ბომბი გააცამტვერებს ყველაფერს. თვით სიცოცხლესაც სწორედ ამ რეალობის წინაშე ვდგავართ ახლა, რადგან დღეს ისე ახლოს ვართ ბირთვულ განადგურებასთან, როგორც არასდროს. პოლიტიკური ელიტა და მილიტარისტები დაუდევრად თესავენ შიშსა და დაძაბულობას ბირთვულ სახელმწიფოებს შორის. ალბათ იმიტომ, რომ თავიანთი ოჯახებით ბირთვულ თავშესაბრებში შესვლის იმედი აქვთ, თუმცა რიგით ადამიანებს ამაზე წვდომა არ ექნებათ. ამიტომაც დრო ახმა ავიმაღლოთ და შევაჩეროთ ეს სიგიჟე. უნდა ვუარყოთ ბირთვული ომისკენ მიმავალი გზა და ვიმუშაოთ ისეთი მსოფლიოსთვის, სადაც არავის ექნება ბირთვული ჰოლოკოსტის შიში.